სკოლების 59% საჭიროებს სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას, ახალი სკოლის მშენებლობას ან რემონტს. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ინფორმაცია 1561 სკოლიდან მიიღო და კვლევაში ასახა. სკოლების 64%-ს არ გააჩნია არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ხოლო დარჩენილ ნაწილს აქვს ან ვირტუალური კომპიუტერული საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ან მოძველებული ლაბორატორიები, რომელთა რეალური გამოყენება ვერ ხერხდება. სკოლების 90%-მდე მიუთითებს, რომ აქვთ ინტერნეტი, თუმცა მასწავლებლები და მოსწავლეები ამბობენ, არსებული ინტერნეტი დაბალი ხარისხის გამო რთულად გამოიყენება რეალურად სწავლების პროცესში და ის ფორმალურად არსებობს. სკოლის გამართული ინფრასტრუქტურა ავტორიზაციის მინიჭებისთვის 4 სტანდარტიდან ერთ-ერთია. მეორე და მნიშვნელოვანი სკოლების ავტორიზაციაში არის საგანმანათლებლო პროგრამები. საგანმანათლებლო პროგრამები არის ერთ-ერთი კრიტერიუმი ამ ავტორიზაციის და რეალურად დიდი აზრი ამის შემოწმების საერთოდ არ არის. დოკუმენტები არის სტანდარტიზებული. ანუ სკოლები თავის სასწავლო გეგმებს საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე კი არ ადგენენ, არამედ იღებენ ეროვნულ სასწავლო გეგმას და აკოპირებენ იმ გეგმას. ეხლა ახლახანს რაღაც კვლევა ჩავატარეთ და ნახეთ, რომ ის მუხლებიც კი აქვს გადმოწერილი ეროვნული სასწავლო გეგმიდან, რომელიც საერთოდ არ ეხება სკოლას. კიდევ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტი ავტორიზაციისთვის არის პედაგოგების კვალიფიკაცია. ადამიანის რესურსებში ან საკითხი არის პრობლემური ერთი მხრივ იმითი, რომ სახელმწიფოს არ უნდა რომ იცვლებოდეს სკოლებში ეს მასწავლებლები ხშირად, იმიტომ რომ ეს იწვევს უკმაყოფილებას, მე რაც ითარგმნება საარჩევნო პროცესის დროს ეს უკმაყოფილო ხალხი მიდის და ხელისუფლების წინააღმდეგ აძლევს ხმას და ამიტომ ცდილობს რომ შეინარჩუნოს რაც შეიძლება დიდხანს ერთ-ერთი მასწავლებელი, თან ეს მასწავლებლები მე რაღაცა შეიძლება გამოიყენოს ხელისუფლებამ საარჩევნო პროცესში აგიტატორებად, კომისიის წევრებად და ასე შემდეგ. და ამიტომ სკოლის დირექტორებსაც არ უნდათ რომ ამაში დაიწყონ ცვლა ამ პერსონალის შესაბამისად განვითარება პერსონალის იშვიათად ხდება ხოლმე. დღეს საქართველოში 2086 საჯარო სკოლა და 209 კერძო სკოლაა. კერძო სკოლების ავტორიზაცია სავალდებულოა. 2086 საჯარო სკოლიდან კი ავტორიზაცია მხოლოდ 400-მდე საჯარო სკოლას აქვს. ავტორიზაციის პროცესი განათლების სამინისტრომ ბოლო 12 წლის განმავლობაში წელს მეოთხედ გადაავადა. საჯარო სკოლების ავტორიზაციის ვადა 5 წლით გადაიწყო. ავტორიზაციის პროცესის დაწყება საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ 2015 წლიდან იგეგმებოდა. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ მთავრობამ სათანადოდ ვერ შეასრულა სკოლების რეაბილიტაცია, ვერ ჩაატარა რეფორმები და სკოლები არ აღმოჩნდნენ მზად ავტორიზაციისთვის. 15 წელი ვატაროთ 2086 სკოლის პრობლემების იდენტიფიცირებაში და ამაში ხარჯოთ დიდი ბიუროკრატიული ადამიანური რესურსი, დიდი დოკუმენტაცია, დიდი ფინანსური რესურსი, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი არ არის 2086 სკოლის პრობლემების იდენტიფიცირება იმ 4 სტანდარტის მიმართებით, რაც აქვს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ძალიან მალე, ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი. ავტორიზაციის დასრულება 2026-27 წლამდე იგეგმებოდა, თუმცა ავტორიზაციის პროცესი წელს უკვე მეოთხედ 2030-31 წლამდე გადავადდა. თავად გაწყვეტილების მიღებებს არ აწყობთ, რომ მაგალითად საარჩევნო პერიოდში გამოჩნდეს, რომ რაღაცა თქვა სკოლამ ვერ გაიარა აკრედიტაცია, ან ამან გამოიწვიოს მღელვარება სასკოლო თემში. ამ ავტორიზაციის შედეგებს ვერ დააბრალებს სკოლას, ან თუ სკოლა ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის სტანდარტებს, ეს სკოლის ბრალი შეიძლება სულაც არ იყოს, იმიტომ რომ სკოლა არ არის თავისუფალი იმაში, რომ განსაზღვროს პროგრამები, აირჩიოს რესურსები, არ აქვს ფინანსური რესურსები, რომელიც თავად შეუძლია მოიზიდოს და დამოკიდებულია სახელმწიფოზე ყველაფერში. კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენელი ნინო კვიტაიშვილი ამბობს, რომ საჯარო სკოლების ავტორიზაცია პირდაპირ განათლების ხარისხს უკავშირდება. ის ფულიც კი, რომელიც ჩაიდო
ბიუჯეტის სახით ხომ განათლების სისტემაში ერთი რომ არ იყოს საკმარისი, მაგრამ იმ პირობებშიც კი ეს არის ფაქტობრივად თანხების განიავება, როდესაც არ არის მიზნობრივი ხარჯები, როდესაც რეალურად ახორციელებ ისეთ პროექტებს, რომლებიც არ მოგიტანს საბოლოო შედეგს და საბოლოო შედეგი ეს არის განათლების ხარისხი, ხო? ანუ ერთი ფინანსური მართვა სწორი და მეტი ფული განათლებაში. ავტორიზებული 387 სკოლიდან 166 ქალაქის საჯარო სკოლაა, 213 სოფლის სკოლა, 8 სკოლა კი დაბაში. ეს მონაცემებით სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის 2024 წლის კვლევაშია ასახული. შემოწმების პროცესის დაწყება ნიშნავს იმას, რომ გამოაშკარავებ იმას, რაც არ აკეთებდი, ხო? ხო, დღევანდელი ხელისუფლება 12 წელი არის ხელისუფლებაში და ქართული ოცნება და ეხლა რო ჩაატაროს ავტორიზაცია ყველა სკოლაში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ 80% ვერ აკმაყოფილებს ამ ავტორიზაციის სტანდარტებს და მე საზოგადოებას უნდა უპასუხოს 12 წელი რას აკეთებდა.